პირველ რიგში მინდა რა თქმა უნდა გამოეხმაურო იმ შეფასებებს, რომელიც ბოლო დღეების მანძილზე კეთდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ანუ ზოგიერთი ამბობდა, რომ არ არის სწორი, როდესაც თითქოს და ყურადღებას არ აქცევენ ამ საკითხს, ან ნაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ პოლიტიკური პარტიები. ესე არ გახლავთ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ გულისხმობთ ამ შემთხვევაში. არა, სოციალურ რამდენიმე ესეთ კომენტარი ვნახე, არ არის აუცილებლად პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის ყოფილიყო, უბრალოდ აი უფრო ხშირად რო ხვდება მსგავს ტიპის შინაარსის პოსტები იყო, რომ ანუ რაღაც არასერიოზულად აღიქვამენ, არასერიოზულად ვერ აღიქვამ ფიზიკურად, იმიტომ რომ ეს გახლავთ რაღაც საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა ქართული პოლიტიკური სისტემისთვის და ისტორიისთვის, რაც არ უნდა ხა ავტორიტარული რეჟიმი იყოს დამყარებული ამ ქვეყანაში, ესეთი ქრესტომათიული მაგალითი, როდესაც 3 მილიონიან ქვეყანაში მათივე დათვლით 800,000 კაცი, იმიტომ თვითონ ესე ამბობენ, რომ 800,000 კაცი ყავთო ამ პარტიებს აყოლილი პირდაპირ იძახიან ამას, ანუ 800,000 კაცს უგზავნავ აქტიურ საარჩევნო უფლებას. ახლა მარტო ჩვენზე პოლიტიკოსებზე ხო არ არის საქმე, რომელთაც პასიური საარჩევნო უფლება გვეგზალება, რომ ვერ უნდა აგვირჩიონ, არამედ ეგზალება ამ 800,000 კაცს. ეს რა თქმა უნდა ხა შეუძლებელია, რომ უნიშნულო მოვლენა იყოს, მაგრამ ასევე არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც არ უნდა დაგვაუგზეს, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არის გაუქმებული. ამაზე ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, მათ შორის ის პოლიტიკური ძალები, ნუ ყოველ შემთხვევაში ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც გააუქმეს, უპირებენ გაუქმებას. ამ პოლიტიკურ ძალებს ხოდა ღიად და მკაფიოდ ეს პოზიცია, რომ არჩევნები ისედაც გაუქმებული, ანუ პარტიული პროცესი ისედაც არ მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი დისკომფორტის და შეზღუდვის ინსტრუმენტი იქნება ამ ასე ვთქვათ, საკონსტიტუციო შეზღუდვის. ყველას არ ქონდა მაგალითად ლელო მიიღო თვითმოთავაზება. არა, მესამე ძალას მაგიტომ არ ვახსენე, ხო ეს ორი ძალა, იმიტომ ვთქვი, რომ ჩვენ ორ ძალას ისედაც ქონდა ეს გაცხადებული პოზიცია, რომ არჩევნები აღარ არსებობს ამ ქვეყანაში, არის უბრალოდ ლიკვიდირებული, ამიტომაც პარტიული პროცესი და პარტიული ცხოვრება ისედაც აღარ არსებობს, ხო ეხლა მსგავსი ტიპის დიქტატორული კანონების პირობებში. ამიტომაც იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ეხლა რაღაცები კარდინალურად შეიცვალა და ერთი დღე როცა გავიღვიძებ და თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება რომ მიიღოს აბსოლუტურად სხვანაირი საქართველოში, ნამდვილად ვერ გავიღვიძებ, ხო, იმიტომ რომ ისედაც ფაქტობრივად დიქტატურაა დამყარებული, უბრალოდ რაღაც თავისუფლების კუნძულებია, როგორც ტელევიზიებია, როგორც არა მხოლოდ როგორც პარტია, არამედ როგორც უბრალოდ აი ეს იდეალისტთა გუნდებია, რომლებიც იბრძვიან, ხო? იგივე მე ამიტომაც ვამბობ, რომ ანუ აღარ არსებობს ვიწრო პარტიული ინტერესი ამ ქვეყანაში. ერთიან წინააღმდეგობაზე როცა ვსაუბრობ, ეს რაღაც ყმადაღებული გაერთიანებაზე აღარ არის საუბარი, როგორც აქამდე იყო. იმიტომ რომ ეს ინიციატივებიც ქონდა ჩვენ არჩევნებამდე, რომ ეს საერთო სია ქონდეს ასე შემდგომ. ანუ ამ სტრატეგია რა არის, ირაკლი მოდი კითხავს. არა, ხო და სტრატეგია ამიტომაც გითხარით, რომ პარტიული საკონსტიტუციო სასამართლოში მათ შორის აი სამართლებრივად აპირებთ ბრძოლას, რომ იყოს წარმოქმნილი. არა, სამართლებრივად წარმოქმნილები ვიქნებით, მაგრამ რა ფორმით და როგორ ამაზე კონსულტაციები გვექნება და უფრო კონკრეტულად გაიგეს, ახლა პოლიცსაბჭო უნდა შეიკრიბოს ესეთ გადაწყვეტილებებს, ახლა ერთი და ორი ადამიანი ვერ მიიღებს პარტიაში. პოლიცსაბჭოს ანუ თავარ გადაწყვეტილებს მიიღები ორგანოს შეკრების შემდგომ ექნება უფლებამოსილება, რომ პირდაპირ გითხრათ, რას და როგორ ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ისე რომ საერთოდ არ ვიყო წარმოქმნილები, ესე არ იქნება სამართლებრივად. ეს მნიშვნელოვანი არის მათ შორის, თუნდაც საერთაშორისო თვალსაზრისით, რომ რაღაც რა თქმა უნდა რაღაც პასუხიც გაეცეს მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინსტიტუცია არის მიტაცებული, თუმცა მთავარი არის ბრძოლის გაგრძელება იმ მიმართულებებს, რომელთაც ისე გრძელდება, ხო, ანუ წინააღმდეგობაში უნდა დარჩეს ეს პოლიტიკური ძალები, რატო აიგრძალა, ხო, ივანიშვილის მიერ, ანუ ვინც დაყაბულდებოდა მის მიერ შემოთავაზებულ დიქტატურას, იმას არ აგრძალავდა, ამიტომაც მოხდა, რომ საბოლოო ჯამში საუბრობს, რომ ვინც რეალურ საფრთხეს არ უქმნის მას, მათ ამ ეტაპზე არ ugზავნავო, თუმცა პრეცედენტს ქმნის ესეც ანუ პირდაპირ თავის ნებაზე და ხოშზე არის დამოკიდებული, თუმცა პარტიის აკრძალვა, ანუ თუ ვინმესგან ესე იგი საფრთხეს იგრძნობენ და რეალური მხარდაჭერა ექნება საზოგადოებაში, მე იმ ძალასაც აკრძალავენ, ხო? ანუ საბოლოო ჯამში მაინც წინააღმდეგობის გაგრძელებას ალტერნატივა არ აქვს, მათ შორის ქუჩის პროტესტის, მათ შორის საგარეო ფრონტზე მუშაობას იმის, რომ მოხდეს წერტილოვანი სანქციები და ამ წინააღმდეგობის გაგრძელება, რაც არ უნდა ეხლა ვიღაცისთვის უკვე ზოგისთვის შევა იყოს დამღლელი საუბარი იმაზე, რომ აი შიდა წინააღმდეგობა პროტესტი, ეს არის ერთადერთი რაც ივანიშვილს პრობლემას უქმნის, ეს არის რაც რეალურად არის განპირობებელი იმის, რომ ამ ადამიანის ბანდის შიგნითაც არსებობს პრობლემები და განხეთქილება და მათ შორის ამ ადამიანებს სოციალური, საერთაშორისო და სხვა ტიპის იზოლაცია აქვს. ანუ თუ ჩვენ ამ ბრძოლას არ გავაგრძელებთ, აი სხვანაირი სტრატეგიის არ უნდა შეუძლებელია, უბრალოდ როცა ჩვენ ერთიანობაზე საუბრობთ, ანუ ამ ტექნიკურ ერთიანობაზე და ტექნიკურ მახასიათებლებზე კი არ ვამბობთ, რომ აი მაგალითად როგორც ადრე იყო საუბარი პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, ამას ადრე აღარ აქვს. უბრალოდ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ქუჩაში, ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები და ერთიანი ფრონტით უნდა ვიყოთ წარმოქმნილები, მათ შორის საპროტესტო აქციების დროს. ეს არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი. ვისთან ხედავთ აი ამ ერთიანობის რესურსებს მაშინ ესე ნუ პირდაპირ გეტყვით, მათ შორის გამორიცხვის მეთოდით რო წავიდეთ, უბრალოდ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ პროტესტში ერთი წელზე მეტია ქვეყანაში დიქტატურის დამყარების წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს, ხალხს აწამებენ, ატყოვებენ, მათ შორის წყობით ციხეში უშვებენ, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ყველა სფეროს წარმომადგენლებს, ახლა აღარ დავკონკრეტები, მათ შორის ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს და ამ დროს ახლა მთელი წელიწადზე მეტი რომ ამ პროტესტში ადგილი ვერ იპოვე და არ მიიღე მონაწილეობა სხვა პოლიტიკური ძალები არსებობენ, ხო, ასეთები. ნუ ამ პოლიტიკურ ძალებზე რა თქმა უნდა ვერ ვისაუბრებთ, მე ხა წელიწად ნახევარი
პროტესტში ვერ ჩაერთნენ, არ ვიცი, მომავალში უნდა მოხდეს, რომ ამ პროტესტში შემოვერთდნენ. აი კონკრეტულად ვინ ვერ დაიმართა? მაგალითად გირჩი აი ხა ხო არ იყო ამ პროტესტში ჩართული, არ ვიცი, წელიწადზე მეტია, თუნდაც ეხა რომ გამახსენდეს, ესეთ პოლიტიკურ ძალებს ეხა სხვა პოლიტიკურ ძალებს არსებობს, ეხა არ ვიცი, ხა შეიძლება ჩამოთვალოთ, მაგრამ ხალხი მიხვდება, ვინც პროტესტში აქტიურ მონაწილეობას არ იღებს, იმ პოლიტიკურ გუნდებზე ეხა არ არის საუბარი, მათ შორის არ არის საუბარი გახარიას გუნდზე, რომელიც მათ შორის პროტესტის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, პარლამენტში შევიდა და უკვე საბოლოო ჯამში ეხა მან არათუ პროტესტს უღალა და არ ვიცი, მთლიანად უღალა და ოპოზიციურ ელექტორატს და ეს აისახა კიდევაც სპეცოპერაციის ფარგლებში მის მიერ დაფიქსირებულ შედეგზე. რაც შეეხება კიდევ ვისთან აპირებ, მისთან ერთიან. ხო და იმ ძალებზე ერთიანობაზე რომ საუბრობთ, აი არა, ერთიანობაზე ძალიან მარტივად საუბრობ, ან ის ვინც თინა ბოკუჩავასაც ეწერა, ხო, პოსტი. არა, ხო და ვინც რუსთაველზე დგას, არასდროს უნდა გავე. ვინც რუსთაველზე დგას, ვინც პროტესტში იღებს მონაწილეობას, ყველას გულისხმობ მე პირადად და მათ შორის ჩემი პარტიის წევრების დარწმუნებული ვარ, ყველას გულისხმობენ, ვინც რუსთაველზე დგას და ვინც პროტესტში არის ჩართული. არა მხოლოდ რუსთაველზე, ხა სხვა ქალაქებში იმართება ხოლმე, ხო? აქციები შეიძლება ისეთ სისტემატური და მრავალრიცხოვანი არა, მაგრამ იმართება ხოლმე და სხვა წინააღმდეგობის კერები იქნება ხოლმე. აი ვინც ამ პროტესტში მონაწილეობას იღებს, აბსოლუტურად ყველას გულისხმობ და ის ადამიანები, რომლებსაც არ მიუღიათ ამ პროტესტში მონაწილეობა, ან აღარ იღებენ და ამბობენ, რომ კონტრპროდუქტიულია ეს პროტესტი, როგორც გახარია, მათ არ გულისხმობთ ფიზიკურად. ლელოსთან დაკავშირებით თუ მეკითხებით უფრო კონკრეტულად, არ ვიცი, ხა ამ ხალხის პოზიცია ხა ჩემთვის ჯერჯერობით არ გახავთ გასაგები, იმიტომ რომ ისინი თუ ისევ მოდუსით აგრძელებენ გაგრძელებას საუბრის და მოქმედების, რომ აი რუსთაველის პროტესტმა თავი ამოწურა და აზრი აღარ აქვს, აი წინააღმდეგობის მაგივრად სხვა თვითონ არიან ძალიან ცუდ გომორებაში, იმიტომ რომ ისინი საუბრობენ, რომ არჩევნების გზით თუ შეცვლი ამ ხელისუფლებასო სხვა გზა არ არსებობსო და ამ დროს როგორც პარტიას აუქმებენ, ხო? ანუ თვითონ ალბათ მოუწევთ ამ ახალი პოლიტიკური რეალობისთვის თვალის გასწორება და როდესაც უფრო კაფე ოპოზიცია იქნებათ, მერე უფრო კაფე იქნება ჩემი პასუხი. თქვენი პოზიცია ცოტა უცნაურია, ხო? თან რაღაცა ივანიშვილთან კოლაბორაციაში ადანაშაულებდე პარტიას და თან შემდეგ ერთობას თავაზობდე, ეს კოლაბორაციაში ας გულისხმობთ, ანუ ჩვენ ვიძახდით, რომ ივანიშვილის თამაშის წესების მიღება იქნებოდა ეგრეთ წოდებულ მუნიციპალურ არჩევნებში ან სპეცოპერაციებში. ისევ თინას პოსტიდან მოვიყვანე მაგალითად ეს სიტყვა თინას ეწერა ზუსტად ეგ. ხო, ანუ კოლაბორაციის ხედავად იმისა, რომ კოლაბორაციაში შევიდა ობიძინასთან ლელო და აი ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მაინც თავაზობთ. ეს ხო ჩვენი გაცხადებული პოზიცია იყო. მაინც თავაზობთო ერთიანობასო და ეს როგორ ჯდება, როგორ თავსდება მაშინ ერთმანეთთან თუ ივანიშვილთან კოლაბორაციაში შესულად აღიქვამთ პოლიტიკურ ძალას იმასთან როგორ თანამშრომლობთ. არა, კონკრეტულ მომენტში ჩვენთვის მათი ეს ქმედება იყო კოლაბორაცია ივანიშვილის რეჟიმის იმ პროექტთან, რომელიც იყო ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, რომ მათი პროექტის არსი იყო, რომ ქვეყანაში თურმე არჩევნები ტარდება, ქვეყანაში თურმე შეიძლება ყავდეს ეს ამდენი პოლიტიკური პატიმარი, ადამიანები აწამო, მიიღო კანონები, რომელთაც საერთოდ აზრი დაუკარგოს, ისედაც აზრი დაკარგოს საარჩევნო პროცესს და მერე მაინც გამოჩნდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ სპეცოპერაციაში და მასკარადში მონაწილეობას მიიღებენ. ეს იყო მიუღებელი და ვთქვით, რომ ვინც ამას გააკეთებდა, ფაქტობრივად გამოვიდოდა, რომ კოლაბორაციულ რეჟიმში ჩაერთვებოდა რეჟიმთან. ეს ისედაც ჩვენი გაცხადებული პოზიცია იყო, მაგრამ როგორც ეს ახალი რეალობა შეიძლება იყოს შემცვლელი ამ პოზიციის, ისე ეხლა ლელოს პოზიცია რამდენად ადეკვატურად მიგაშინა, ძალიან დიდი ბოდიში იძახდნენ, რომ ეს რა ქვია, არჩევნების გზით თუ შევცვლით ამ ხელისუფლებას და არჩევნებში ფიზიკურად ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას იმ მხრივ, რომ აგრძელოს უპირებენ ამ ძალას და ამიტომაც რა თქმა უნდა მოგვიწევს შეჯერება. კი ბატონო, მაშინ თქვენი ანუ იდენტური პოზიციები მარტივად გეტყვით, აი იდენტური პოზიციები ფიზიკურად ვეღარ გვექნება, ვერც ჩვენ და ვერც მათ. მესმის, მაგრამ აი თქვენ როგორ ხედავთ მაშინ აი თქვენ როგორ ხედავ და ლელო უნდა დავასრულებ თუ შეიძლება ლელოზე არ გეკითხებთ თქვენს ზე გეკითხებით თქვენს თავზე გეკითხებით არჩევნების გზით თქვენ წარმოუდგენლად მიგაჩნიათ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება კი ბატონო და რევოლუციასაც ვერ აწყობთ ხო, ნუ რევოლუცია რომ მოგვეწყო, ხო, მოწყობილი. ვერ აწყობთ, ანუ ფაქტია, რომ ვერც რევოლუციით ვერ უშვებთ ბიძინა ივანიშვილს სახში. რამე სხვა გზა არის კიდე ხელისუფლების ცვლილების, რომ არ ვიცით ისეთი, თუ შეგიძლია რომ გაგვანდოთ მაშინ, დაგვანახოთ ეს გზა. არა, განდობა მე ვისაუბრე, შეიძლება არ გჯეროდეთ ამ გზის, მაგრამ წინააღმდეგობაში დარჩენა არის ერთ-ერთი გამოსავალი ამ რეჟიმის პირობებში. აი როგორ, აი წინააღმდეგობა გრძელდება? წინააღმდეგობა გრძელდება, მათ შორის ადამიანები, არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ არ ვიცი, ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარი ყავს და ეს ხალხი ყავს ციხეში იმის გამო, რომ კონკრეტული აქციები დაგეგმეს, კონკრეტულ ასე ვთქვათ, სამოხალხო გმირობის აქტი აჩვენეს, კონკრეტული პროტესტის მონაწილეები იყვნენ. როგორ მიდის ამით? აი პროტესტი რომ სადღაც 350-მდე დღეა გრძელდება. აი 750 დღე რო გაგრძელდეს, მერე იხლება ივანიშვილი თუ რაზეა? დაღლაზე არ არის. აბა დაღლაზე არ გახავთ. წინააღმდეგობის გარდა, როცა რეჟიმი არის ავტოკრატული და დიქტატორული, სხვა კანონი არსებობს. თქვენ თუ გონიათ, რომ ივანიშვილი არჩევნებს ატარებს, სადაც არჩევნებს აზრებს, ეს არის განსხვავებული პოზიცია, ხო? მე უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას მოვახდენ, როცა ამას ვამბობ, ფაქტის კონსტატაციას ვახდენ, როცა არჩევნებით ამ კაცს ვერ გაუშვებ, იმიტომ რომ ეს კაცი იძახის, რომ თუ პოლიტიკური ძალას ექნება
პოტენციური რესურსი რომ მე წინანდობა გამიწვიოს, ესეთ გზას აუგზავნაო და ამ ქვეყანაში ხა არჩევნების იმედი როგორ უნდა გქონდეთ ხა ძალიან დიდ ბოდიში არ ვიცი ხა სად არსებობს ამის პერსპექტივა და წინამდებობას რომ აქამდე წარმატებისთვის არ მიუღწევია, გასაგებია რომ შეიძლება ტაქტიკური სტრატეგიული შეცდომებიც ქონია და ამ ტაქტიკურ და სტრატეგიულ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. რა გაანალიზდა რა იყო ეს ტაქტიკურ სტრატეგიული შეცდომა? ვისი მხრიდან რა? თუნდაც თქვენი მხრიდან, თქვენ ხო ამ პროცესის ნაწილად მოიაზრებთ თავს? განყენებულად ცალკე ხო არ ხართ? არა, რა თქმა უნდა, თქვენი მხრიდან ანუ კონკრეტული შეცდომები ყოფილა სხვადასხვა დროს, მაგრამ ამაზე საუბარს ეხა თუ რამე კონკრეტული უფრო კითხვა გაქვთ, რომ რას მივიშნებთ, რას არა, შეგვიძლია დამისვათ, რომელ საკითხთან დაკავშირებით მეკითხებთ და ზოგადად შეცდომები მე როგორ გამოვიცნო, ირაკლი, თქვენ რას თვლით შეცდომად ტაქტიკურ თუ სტრატეგიულ ნაწილში თქვენ უნდა მითხრათ პირიქით, ხომ? აი რისი გადააზრება მოხდა მათ შორის. აი ერთი წელიწადზე მეტი გავიდა, ხო? აი არ ფიქრობთ რომ რაღაცა შესაძლებელია? ხო, შესაძლებელია, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანუ თლიან მოდუს ვერ შეცვლი. მე მარტივად ავხსნი და ხალხი ამას გაიგებს, ვინც ამ წინააღმდეგობაშია ჩართული, რომ ერთადერთი გზა ამ ქვეყანაში, რომ ეს რეჟიმი დამარცხდეს არის წინააღმდეგობაში დარჩენა. რატომ არის რომ რუსთაველის გადაკეტვა არის ასეთი პრობლემური რეჟიმისთვის? რატომ არის რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არ თამაშობენ ივანიშვილის თამაშის წესებს, არ შედიან ეგრეთ წოდებული მუნიციპალურ არჩევნებში და ამ დემოკრატიის ფასადის შექმნაში არ ეხმარებიან რეჟიმს? რატომ არის რომ არის თავარი სამიზნე ივანიშვილის, რომ ერთადერთი წინააღმდეგობა, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის, რომ ივანიშვილი დამარცხდეს. სხვა ყველა გზა, აი მთლიანად ეს სტრატეგიულად რომ შევხედოთ, არის განწერული მარცხისთვის, იმიტომ რომ არსებობს ავტოკრატული რეჟიმი, რომელიც დამყარდა, რომელიც თავისი რეპრესიული კანონმდებლობით საარჩევნო კომისიებში მდგომარეობით და სხვა ტიპის მდგომარეობით არის აბსოლუტურად, ანუ უბრალოდ არჩევნებში ერთი ხვალ ჯერ ესეთი რომ გინოდეს უკვე ამ აკრძალვების შედეგად. ამიტომ არსებობს წინააღმდეგობის გზა. ამ წინააღმდეგობის გზაზე რა უნდა მოხდეს? ამას მე ვერ ვიწევს არ მეტყობა. ერთადერთი რაც შემიძლია თქვა, რომ ამ წინააღმდეგობაში უნდა დავრჩეთ. უფრო მეტად კონსოლიდირებულები უნდა ვიყოთ და უფრო უნდა მეტად ვცადოთ, რომ მრავალრიცხოვანი აქციებიც მათ შორის გავმართოთ და სხვა პროტესტის კერების შექმნა. ამის დაწერილი კანონები არ არსებობს. ოღონდ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაცას გეგმა არ აქვს და არ იცის რა გააკეთოს. დიახაც, კარგად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ იმ მხრივ, რომ არ უნდა შევეგუოთ რეჟიმს, არ უნდა წავიდეთ სახლებში, არ უნდა წავიდეთ ემიგრაციაში და აღარ უნდა ვთქვათ უარი, ვთქვათ ქუჩაში გამოსვლაზე. ეს არის ერთადერთი გზა ამ მსგავსი ტიპის რეჟიმების დამარცხების. რო გეკითხათ, რაღაც 2000 თუნდაც 3 წელს ან ნებისმიერ სხვა პერიოდში იგივე იმ ადამიანებს, რომლებმაც ვარდების რევოლუცია მოახდინეს, ან კომუნისტური რეჟიმი მოარყიეს 80-იან წლებში, ან სხვა ქვეყნებში რო გეკითხათ, ეს რაღაც პასუხი დაწერილი ესეთი კონკრეტული გეგმა, მაშინაც ვერ იარსებობს, ფიზიკურად ვერ იარსებობს ესეთი გეგმა ასეთი რეჟიმების პირობებში. ჩვენ ახლა მე კი არ მომწონს ეს როცა ვსაუბრობ რომ არჩევნების გზით მათი შეცვლა შეუძლებელია თქო და წარმოუდგენელია თქო. ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვის რევოლუციაც არ დაგავიწყდეთ მანდვე. ხო, ყველაზე კომფორტული იქნებოდა იქ რო ყოფილიყო შესაძლებელი ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარება და არჩევნების გზით იმ რეჟიმის შეცვლა, რომელსაც არანაირი სახალხო მასობრივი მხარდაჭერა არ გააჩნია. რატომ არის რომ ასეთი აგრესიული გახდა ივანიშვილი? იმიტომ გახდა რომ ის ნაკლოვანი ლეგიტიმაციაც კი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჰქონდა ხოლმე მას, ეხლა საერთოდ ნაკლოვანი კი აღარ არის, საერთოდ აღარ გააჩნია ეს ლეგიტიმაცია და მე პირდაპირ ხვდებიან ხოლმე ქუჩაში ესეთი ადამიანები, რომლებიც ბოლო 1 წლის მანძილზე კიდევ უფრო დააფრთხნენ, ოღონდ ივანიშვილის ბანდის შიგნით თუ არა, ყოველ შემთხვევაში მათამი ლოიალურად განწყობილ ელექტორატს გულისხმობ. ამიტომ ახლა როცა საუბრობთ, გასაგებია რომ შეიძლება იყოს ხალხისთვის გამაღიზიანებელი და სათქმელი რომ აბა ეხა რას ვაკეთებთ, იმიტომ რომ დიახაც ყველა სკელში ამოვიდა ივანიშვილის მმართველობა და უკვე ძალიან ბევრი ოჯახი იტანჯება პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო ოჯახის წევრი ან ახლობელი ყავთ ციხეში და დაყადაღებული ან ემიგრაციაში უწევს გახიზვდა, მაგრამ წინააღმდეგობის გარდა მეთქი ამას ვიძახი. სხვა გამოსავალი არ არსებობს და წინააღმდეგობაში როგორ და რანაირად უნდა მოვიფიქროთ. მე ამას გულისხმობ, რომ ვინც ვართ ჩართული ამ წინააღმდეგობაში, ვისაც არ დაგვიტოვებია და ვინც დღემდე ვთვლით, რომ წინააღმდეგობის გარდა ალტერნატივა არ აქვს, უნდა დაუждეთ, ხოლმე უფრო მეტად უნდა კონსოლიდირდეთ და უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ მომავალში რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. ამის დაწერილი რეცეპტი მზა მე უნდა მოვიტყუო, რომ გითხრათ თქვენ, რომ არსებობს. გასაგებია, მადლობა. მადლობა ირაკლი ფაულენიშვილი იყო ჩვენი სტუდიის